Ursula von der Leyen ამჯერადაც გადაურჩა ორმა გუნდობლობის ვოტომს. შეგიძლიათ გითხრათ, ვინ ტოვებს ამ ადამიანებს ძალაუფლებაში. ევროპელ მოქალაქეებს von der Leyen-ის გადადგომა სურთ, თუმცა ევროკავშირის პოლიტიკურ ელიტასა და ხალხს შორის უზარმაზარი ოფსკროლია. ბრიუსელის დღის წესრიგში von der Leyen-ის გადადგომა არ შედის. იგი დახურულ კარს მიღმადებდა საეჭვო გარიგებებს, ისე რომ არავინ ვიცით ამ შეთანხმებების დეტალები. ასევე გაუგებარია თუ რატომ დაუჭირეს მის დარჩენას კონკრეტულმა პარტიებმა მხარი ამჯერადაც. ფიქრობ ეს პროცესი სავსებით არ არის დემოკრატიული. თუ ამ ყველაფერს გვერდზე გადავდებთ, არ მიმაჩნია, რომ von der Leyen-ი კარგ სამუშაოს ასრულებს ევროპის სხვადასხვა ფრონტზე. გულისხმობ ეკონომიკურ თუ დიპლომატიურ სფეროებს. ამერიკასთან ურთიერთობები უარესდება, რუსეთთან პრაქტიკულად ომში ვართ ჩაბმული. ასევე ცუდი ურთიერთობები გვაქვს ჩინეთთან. მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს გამჭვირვალობის პრინციპთან დაკავშირებითაც. რის ინათელი მაგალითიც იყო Pfizer-თან დადებული გარიგება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მაინც უკრაინის ომის დასრულებაა. Ursula von der Leyen-ი კი მხარს უჭერს ომის გაგრძელებას, ნაცვლად დიპლომატიური გამოსავლის მოძებნისა. ასე რომ ფიქრობ, von der Leyen-ი უამრავ პრობლემას წარმოშობს ევროკავშირისთვის და ამიტომაც ვიყავი უნდობლობის ვოტომის ერთ-ერთი ინიციატორი ევროპარლამენტში, რათა ის საბოლოოდ გადაგვეყენებინა. ეს რთული პროცესია, რადგან ამისთვის ხმათა უმრავლესობაა საჭირო. თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხრივ მუშაობას. შეიძლება ეს ამ ვადაში არ მოესწროს, მაგრამ ვიმედოვნებ, შემდეგი მანდატის დროს ახალგაზრდები, რომლებსაც ახალი იდეები და მიდგომები ექნებათ, ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანენ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.